ნაწილში იქნება გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი შეერთებული შტატებიდან. გიორგის მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად, პასუხობთ ჩვენს კითხვებს. სხვათა შორის სოციალურ ქსელში გააზიარეს ჩვენი გადაცემიდან ფრაგმენტი, როცა ამბობდით, რომ ტრამპს შეუძლია, როცა ზელენსკის ერთ დღეს დიქტატორად მოიხსენიებდა და მეორე დღეს არა, ასეთი, ეს თქვა, ცვლილებები, სახეცვლილება მას ახასიათებს. მაგრამ შემდეგ, რაც ყველამ ერთად ვნახეთ პარასკევს ოვალურ კაბინეტში, ეს როგორ ფასდება, იმიტომ რომ გამოხმაურებები და შეფასებები ამ თემაზე გრძელდება. მე ვიცი, იყავით თქვენ ეთერების სტუმარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დღის ამბებისთვის 6 საათიანის მაყურებლისთვის შევაფასოთ, რა მოხდა თეთ სახლში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. რა მოხდა თეთ სახლში? შეფასებები ამერიკის შიგნით დამოკიდებულია, თქვა, რომელ პოლიტიკურ ბანაკში იმყოფება ესა თუ ის პიროვნება. დემოკრატები კატეგორიულად აღშფოთებულებია. მე მგონი ყველგან ამაზეა დამოკიდებული, ჩვენს ქვეყანაშიც. ხო. რესპუბლიკელები 1-3-4 ანტიტრამპის თუ არ გამოვრიცხავთ, ყველა ასე ვთქვათ, წყობში და რიგში ჩადნენ და თქვენს რომ არიან ამაყები ამერიკის პრეზიდენტით, რომ მან დაიცვა ამერიკის ღირსება, მათ შორის ყველაზე ასე ვთქვათ, პროუკრაინელმა სენატორმა ბატონმა ლინცი გრემმაც კი თქვა, რომ ის ყველაზე ამაყია ისა დონალდ ტრამპით და მოუწოდა ზელენსკის გადადგომისკენ. შესაბამისად, დამოკიდებულია ხო, პარტიული ჭრილში განიხილება ეს საკითხი და ზოგადად ხო, ხა პოლარიზებულ საზოგადოებაში ყველაფერი პარტიულ ჭრილში განიხილება, მაგრამ მაგის მიღმა თუ განვიხილავთ რა მოხდა ზოგადად, იყო თუ არა ეს ხაფანგი, ხო, გაისმის კითხვები, იყო თუ არა ეს ხაფანგი. თქვა, სხვათა შორის New York Times-ში დაიწერა, რომ არ ყოფილა, ანუ არ ქონდათ ასე ვთქვათ ესე მახის დაგება გეგმაში. ალბათ ეხა ხაფანგს მეც ვფიქრობ, რომ არ ყოფილა ხაფანგი, იმიტომ რომ რისთვის, აი რა მიზნით შეიძლება ხაფანგი დაეგოთ. თან როგორც მე გაირკვა ხო, პრესკონფერენციის ოთახიც მზად იყო, თქვა ის სადილით მზად იყო, ამიტომ კი ბატონო, ხელმოსაწერი დოკუმენტი, დარბაზი და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი მზად. ამერიკა არაფერს არ კარგავს, აი რატომ თქვა ამერიკა რას კარგავს იმ დოკუმენტით, ხო არაფერს, საერთოდ არაფერს. შესაბამისად, არ ამგონია ეს ხაფანგი ყოფილიყო. უბრალოდ ეს იმიტომ რომ ტრამპს ასე ვთქვათ სტილი აქვს რომ შეხვედრის წინ ჟურნალისტები შემოუშვას და ეს გაგრძელდა 50 წუთი და აქედან ესკალაცია დაიწყო ბოლო 10 წუთი. ჯეიდი ვენსის რეპლიკა რომ გაეტარებინა ზელენსკის და რა თქვა რომ რა დემოკრატიაზე მელაპარაკები, რასაც მოყვა მთელი ეს ვერბალური ესკალაცია, ალბათ გაუშვებდა ჟურნალისტებს და მე დახურულ კარს მიღმა ეთქვა რომ ხა უსაფრთხოების გარანტიები თუ რაღაცა ის შეუთანხმებელი საკითხები რომელიც გამოჩნდა ხო ამ 50 წუთიან რა დავარქვათ პრესკონფერენციაზე რომ ზელენსკის უნდა თქვა უსაფრთხოების გარანტიები და ტრამპი და ჯეიდი ვენსი არიან გაღიზიანებული იმით რომ ზელენსკი ამას ითხოვს და როგორც მე ჯეიდი ვენსმა უთხრა რომ მადლობას არ ამბობ და ასევე ამას ალბათ ეს არის ზედნაშენი იმისა რომ ამ ულტრამემარჯვენე წეებში ისედაც არ უყვართ ხო ზელენსკი და თქვა უკრაინის საკითხი, ჯეიდი ვენსი ყველაზე ერთ-ერთი ანტიუკრაინელი ხო ჯერ კიდევ როდის აქვს ნათქვამი რომ უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს და ტრამპს ხო ეს გარდამავალი, მაგრამ მაინც ანტიპათია ზელენსკისთვის უკვე დიდი ხანია აქვს. ეს უკვე ჯერ კიდევ მისი პირველი იმპიჩმენტიდან მომდინარეობს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთად დაგროვდა და გამოიხატა იმ საკითხში, გამოიხატა იმაში, რაც ვნახეთ იქ, ხო, ვერბალური ესკალაცია, გადაძახილი, გადმოძახილი და დადგა ის შედეგი, რაც დადგა. ასეთი რამ არ უნახავს თეთრი სახლის და ოვალური კაბინეტის ისტორიას, მაგრამ ალბათ მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაშიც არ ვიცი არსებობს თუ არა ამ ტიპის საჯარო შეხლა შემოხლა, იქ სიტყვების გაწყვეტინება, ჟესტების ენა მათ შორის, გადაფარვა ლაპარაკის, მოკლედ ყველაფერი იყო, რაც შეიძლება დიდხანს იყოს განხილვის თემა. რა მოჰყვა ამას ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკვე გაიმართა ლონდონის სამიტი ევროპელების მხარდაჭერის რაღაც ევროპამ გამოიღვიძა ამ ტიპის განცხადებები ბევრი შეგვხვდა, თუმცა საბოლოოდ მაინც თავარი აზრი გენერალური არის, რომ შეერთებული შტატების გარეშე ამ ეტაპზე უსაფრთხოება და მშვიდობა არის მიუღწეველი. აი
შემდეგ ნაბიჯებს როგორ ხედავთ და რა პერსპექტივა აქვს ახლა მინერალების შეთანხმებას, დიდ სამშვიდობო შეთანხმებას თუ ცეცხლის შეწყვეტას, იმიტომ რომ ცეცხლის შეწყვეტა მთავარი თუ მშვიდობა გარანტიებით, აი ამ ფორმულირებაში ალბათ ცდება მათი აზრები ერთმანეთს. პრეზიდენტის. სხვათა შორის დიდი ალბათ ჩემი აზრით პრეზიდენტ ზელენსკის რაც უნდა ექნა ის არის რომ ცოტა რომ მოეცადა და იმ თეთრსახშით ეთქვა რომ ჩვენ მადლობელი ვართ ამ მინერალების შეთანხმებით და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს პუტინთან მოლაპარაკებების ჩვენ იმედი გვაქვს რომ თქვენ მიაღწევთ სამშვიდობო გეგმას თუ ცეცხლის შეწყვეტას და ცოტა რომ ეცადა ეცლია მე დარწმუნებული ვარ რომ სამშვიდობო შეთანხმების გარეშე მას ეს უბრალოდ არ აწყობს, იმიტომ რომ თავისი გადმოსახედიდან მასაც მაინდა-მაინც წარმატებული გამოცდილება ამ მინსკი 1-ის, მინსკი 2-ის არ აქვს და მე მგონი არ სჭირდება მას მორიგი ესეთი ჭყალებში მინსკი და პუტინი დარწმუნებული ვარ ისეთ მაქსიმალისტურ შეთანხმებებს, ისეთ პირობებს წამოაყენებდა, რომ ალბათ ჩაიშლებოდა ეს მოლაპარაკებები. კი ბატონო, ანუ ეს პროცესი უნდა ჩაშლილიყო პუტინის ჩართვის ეტაპზე და არა მინერალებზე შეთანხმების ეტაპზე. ხო, ისე არ უნდა გამოჩენილიყო, რომ ტრამპს და პუტინს უნდა მშვიდობა და უკრაინა არის როგორც ტრამპმა გააშარჟა, რომ რატო ამბობ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ გინდა. ესე არ უნდა გამოჩენილიყო. ეხლა რაც შეეხება თვითონ გიორგი, ბევრს წერენ, რომ ზელენსკიმ რაც თქვა, ყველაფერი მართალი და გასაგები იყო და მართლაც როცა ყვებოდა ფაქტებზე, რუსეთის მხრიდან დარღვეულ პირობებზე, ცეცხლზე, ბავშვებზე, ასე შემდეგ უბრალოდ ეს ვთქვათ ძლიერის მიმართ სხვა ტიპის პიეტეტი უნდა ჰქონო და ეს არის თქვენი დასკვნა. ნუ ჯერ ეს ერთი მე საერთოდ ვფიქრობ რომ იქ თარჯიმანი უნდა გამოიყენებინა და ეს რა თქმა უნდა დაწევდა გრადუს ოთახში ტემპერატურას და მოსაფიქრებლად მეტ დროს დაუტოვებდა და უბრალოდ ეს გაწყვეტინებები არ იქნებოდა, ხო? იმიტომ რომ ხა ტრამპიც მოусმენდა თარჯიმანს ბოლომდე და სანამ ზელენსკის უფთარგმდნენ, იქაც ამხელ ესეთი გაწყვეტინებები არ იქნებოდა. რაც შეეხება ძლიერისადმი პიეტეტს, რუბიომ პირდაპირ განაცხადა, ხო, შემდეგ დღეებში რამდენიმე ეთერში იყო, რომ ყველაფერი გვესმისო, არავინ არ აპირებს პუტინისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭებას, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს და ომი რო დასრულდეს, ამისთვის რუსეთთან უნდა დავწვეთ მოლაპარაკებების მაგიდაზე. და პუტინი უნდა დავსვათ ამ მაგიდასთან. ალტერნატივა რა არის, რო თქვა და რომელიღაც ევროპის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ითხრა, რომ კიდე ერთი წელი ვიომოთო და მერე პუტინი თვითონ მოითხოვს ზავსო და ეს ჩვენთვის არ რეალურია, იმიტომ რომ ნუ თვითონ რუბიომ გამოიყენა ხო ის ტერმინი უკვე რომ ეს არის ხორცის საკეპი როგორც ითარგმნება ხო უხეშად ხორცის საკეპი. ევროპელების პოზიცია როგორ შეიძლება შეფასდეს არ არის ახლა ყველა ერთიანი, მაგრამ რაღაც გენერალური ხაზი აქვს მაინც ევროპელ ლიდერებს. ხო, ევროპის პოზიცია შეფასდეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტად არიან სოლიდარულები უკრაინის, მაგრამ აქვეც უნდა ითქვას, რომ ამერიკა როგორც უკრაინის სამხედრო დახმარებაშია ჩაუნაცვლებელი, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის არის ჩაუნაცვლებელი, იმიტომ რომ ყველა ეს სოლიდარობის მაღალფარდოვანი განცხადებების უკან აი რეალურად რო გადავფრთხილოთ, ხო, რეალურად რას პირდებიან, რომ აი მშვიდობა რო დაისახურებს ან ცეცხლის შეწყვეტა. მერე გამოვაგზავნით ჯარს, ისედაც თუ ამერიკელები დაგვპირდებიან რომ დაგვიცავენ. ანუ რეალურად ხო ფაქტია, რომ შეეძლოთ ევროპელებს მეტი, ალბათ აქამდეც გააკეთებდნენ, აქ ხო ბევრი მიზეზია. ჯერ ხო იყო ესეთი განაცხადი, რომ 300 მილიონი ამერიკა ვთხოვთ, 500 მილიონიანი ევროპა ვთხოვთ, რომ 140 მილიონი რუსეთი შევაჩეროთ. კი, ტუსკის განცხადება იყო. 500 მილიონიანი ევროპა რამდენს ხარჯავს თავდაცვის ბიუჯეტზე და 300 მილიონი ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი რამდენია და თანაბრად. თუ არ ვწდები თანაბრად, ყველა ქვეყნის არა, უკრაინაში არა, ზოგადად ეხლა ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი არის 1 ტრილიონი. მე არ შემიმოწმებია რამდენია ევროკავშირის ჯამური თავდაცვის ბიუჯეტი, მაგრამ გაცილებით ნაკლები იქნება და ის ყვადაღებული საკითხი მილიონი ჭურვის, რომელიც დაუგვიანეს, ხო, ისედაც დაუგვიანეს უკრაინას ძლივს მისცეს. არის სამხედრო კომპონენტები, რომელშიც ამერიკა უბრალოდ ჩაუნაცვლებელია, ხო, საჰაერო თავდაცვის პეტრიოტის რაკეტებს თუ არ მისცემს ამერიკა, უკრაინა უბრალოდ ვერ ჩამოაგდებს რუსეთის. კი ბატონო, ეხლა სხვათა შორის ძალიან ბევრ ანალიტიკოსს ვუსმენდი, ისინი ძირითადად YouTube არხებზე, მათ შორის რუსული წარმომავლობის, რომლებიც ეს თქვა ემიგრაციაში წასულები, ამბობენ, რომ ამერიკის დახმარების გარეშე
დახმარება რომც მისცეს იარაღი ევროპამ, ეს იქნება ბრმების ომი, იმიტომ რომ სრულიად, ასე ვთქვათ, სადაზვერვო და სხვა ტიპის ინფორმაციის გარეშე დარჩება ჯარი და ეს დაემსგავსება რაღაც ხელების ცეცებით ომს. ამერიკა არის სამხედრო კომპონენტში, ევროპის უსაფრთხოებისთვისაც ჩაუნაცვლებელი და უკრაინის სამხედრო დახმარება. ეს უნდა ითქვას პირდაპირ, იმიტომ რომ კი ბატონო, ძალიან კაია თუ ევროპა გამოფხიზდება, მაგრამ აქაც უნდა ითქვას, რომ იოლი რო იყოს ევროპაში თავდაცვის ხარჯების გაზ და აქამდეც გაზდიდნენ. აქ ხო ეს ფული საიდანღაც უნდა მოვიდეს, ან ვალი უნდა იყონ, ან გადასახადები. ან მაქსიმუმი რაც მათ შეუძლიათ, კარგად ჩაეხუტონ ზელენსკის, ასე შეიძლება შეფასდეს. არა, რა თქმა უნდა, მეტი შეუძლიათ. უბრალოდ ვამბობ, რომ აქ ხო ესე იოლი ეს საკითხი ვერ იქნება, იმიტომ რომ ამერიკა მაინც ერთი ქვეყანაა, რაც 300 მილიონი და ეს 500 მილიონიანი ევროპა, რამდენი 28-29 ქვეყანაა, ხო? თან დემოკრატიებია ეს და სწრაფი გადაწყვეტილებები ვერ ხდება და ასევე ხალხის ინტერესების გათვალისწინება ხშირად იცვლებიან, მოკლედ შიდა პრობლემები, ხო? თავდაცვის ხარჯების გაზდა თუ სოციალური ხარჯები თუ შეამცირეს, გააძლიერებს იმ ულტრამემარჯვენე პარტიებს, ნახოთ ღმერთი შეძლებს ვალის აღების ლიმიტის გაზდას. ურთულესი პრობლემები აქვს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, განცხადებები კარგია, მაგრამ იმ განცხადებებში თუ ჩაუღმავდებით, ბოლოს რა ითქვა, რომ კი ჯარს გამოვაგზავნით, ისიც თუ ამერიკელები საჰაერო დახმარებას თუ პირველ რიგში ცეცხლის შეწყდა, თუ მშვიდობა დაისადგურა, მერე ჯარს გამოვაგზავნით. ან ომშიც და ომისთვისაც და მშვიდობისთვისაც ტრამპის ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი, ამერიკის ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი, მიუხედავად იმისა, მოგწონს, არ მოგწონს, ფიქრობ რომ უხეშია, ფიქრობ რომ არ არის რაღაც, ასე ვთქვათ, ისტებლიშმენტური თუ როგორც ამბობენ, რაღაც ატიპიურია თავისი მთელი მისი 2015 წლიდან ვიცით, რომ ატიპიურია, ასე იქცევა, ასეთ რამეებს რატო ლაპარაკობს. ახალი რა არის და სხვათა შორის ის, რომ ასევე წყენებს არ ივიწყებს, კი, ერთია რომ ცვლის რიტორიკას, მაგრამ წყენებს თუ არ ივიწყებს, დავიმჯელოთ იმითი, რომ 93 წლის ენტონი ფაუჩის სახელმწიფო დაცვა მოუხსნა და წინა გენშტაბის უფროსის პორტრეტი უბრალოდ ჩამოახსნევინა პენტაგონიდან. ანუ ისიც მართალია, რომ წყენებს არასოდეს არ ივიწყებს. კი ბატონო, ზელენსკისთან ურთიერთობაშიც იხსენებენ იმ სატელეფონო ზარს, რომელმაც იმპიჩმენტამდე ლამის მიიყვანა, ეს 2014 წელი იყო თუ არ ვცდები. 2014 არის 2018-19 წელი იყო, მაგრამ კი ბატონო, ეს მოკლედ რთული ურთიერთობები აქვს, მრავალი მიზეზის გამო და ეს უკვე აი დაგვირგვინდა ამ პარასკევის შეხვედრით. კი ბატონო, ხვალ ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვიტყვიო, ყველაფერს ვიტყვი, როგორც არისო, ამ ტიპის ანონსი არის ბოლო, რაც მან დაწერა. ხვალ ის კონგრესის წინაშე წარსდგება. და რა სიტყვის არ ვიცი, მაგრამ ეს ახლა ეს რომ ასე ვთქვათ, აწიოს ტემპერატურა და ყურადღება მიიპყროს, ამისთვის კი თქვა, რომ ყველაფერს იტყვის. რა სიტყვის ახლა გამოჩნდება, მაგრამ ხვალ ის კონგრესის გაერთიანებულ ხდომას მიმართავს. კი ბატონო, დაველოდოთ ტრამპის გამოსვლას კონგრესის ხდომაზე. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასეთ გასულ პარასკევს მომხდარი ვაშინგტონში, რომელსაც გავლენა ექნება ბუნებრივია ომზე უკრაინაში, ევროპის